ფულიკუნერზე მუშაობდი ბიზნესთან მაშინ ახალი დამთავრებული მქონდა ეს სკოლა. მუჟემზარო თუ ყავი გადასული. ლასით მოდიოდა საღამოზე, ლასლაცის სახში. ისე იყო და მაგრამ ახალგაზრდა მაინც ήταν მეორე დღეს 8 საათზე უნდა ყოფილიყო ქვედა სადგურთან ტრამვაი პირველი ტრამვაი ადიოდა 8 საათზე იქ ვიყავი და ენერგია დიან ყველაფერი. იყავი გადარბენა გადმორბენა. ო, ფერდი კარგად შეიცვას და მე რაც გემოს გამოუშვებს იქ შეება ტაფაზე. ნიორ უნდა აღებიო მე თან მოიშუშება ეს ნიორი და თან მიგემოს აიღებს. არც ზე უნდა და არც ზოგი იმას აკეთებს გარაჟანს არც ერთი არ უნდა. ეს როცა სოფელში კი იცოდა ზოგმარ ზე, მაგრამ აქ მოკეიბე კაცი ზიანს არ შეჭამ. ამიტომ ზე არ ეკუთვნის. ახლა მაიონეზს უშვება ზოგი, მაიონეზს რა უნდა? მაიონეზი არის საერთოდ სალათების ხელში მაიონეზი არ შეიძლება. მით უმეტეს შქმერში მაიონეზი ახლა ძალიციან და მაშინ რა იცოდა. ზეთი ცოტა დამიტოვე რომ დანარჩენი ბევრი არ მინდა. იმიტომ რომ ეგ თავის გემოს მიცეს მე და ამიტომ სხვა ტაფაში გავაკეთოთ მე. არა ის მინდა აი ეს ეგ ნაცავი მინდა. ეგ არის გემოს რუადლებს. საერთოდ ქათამს უნდა ნელ ცეცხლზე. ნელზე რო იწვა უკეთესი. აი ამტანსაც არ ვაქცემ ხოლმე მე. აი ამას გემოაქ. თუ დამ მოიბრაწოს. ეს რო იბრაწება მობრატული გემოც უკეთესია ხა იმ ძალიან მაგარ სუნს ხო იმასაც იღებს და იმ სუნი რომელიც ის აქვს ძალიან მკვეთრი სუნი იმასაც უკარქავს. ცოტა მარილსაც უზამ და ახლა ბევრ წყალს მომიცემ იმდენი გემოგი აღარა აქვს რა ცოტა წყალია უკეთესია მაგრამ ერთი კარგად წამოდუღდეს ამანაც რო გაუშვას გემო. უნგრეთში 4 ჯელა ვარ ნამყოფი. გერმანიაში და 4 ჯელა ვარ ნამყოფი. სხვადასხვა დროს ჯერ დემოკრატიულში მე მიუნხენში ვიყავი 3 თვე. საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ინგლისში რა ვიცი მე ბევრგან მაქვს მოვლილი რამოდენმეჯერ. საფრანგეთში 2 ჯერ ვიყავი. აი ესპანია კაი მაგრამ ახლა მოიწავე. მომე დონა. იკარაკის სისქესაც აძლევს და თავს ნამწვავზე უნდა მოიბრაწოს ნიორი და მე წყალსაც დაასხა მარილი და კარაკი ცოტა ბოლოში. ახლა კი შეიძლება რძითაც, მაგრამ რძითაც ჩვენ ეს რაც აქ შევიდა მენიუში იქ ზე არ არის გათვალისწინებული. მაშინ კიდე ნაღები არ უყურთო. ნაღები ახლა ამას რო გავუკეთო, ბევრად კიდე უკეთესი არის ნაღებს რო გავუკეთებ. ის რასაც გავუკეთებ ყველაფერს ძალიან მაგარ გემოზე აყენებს ნაღები. გამთხილება, აი ვინც რესტორანში მუშაობენ და მაიონეზით ვაკეთებენ შქმერს და აი არაჟნით, რძედ. აი მათ ვუთხარით რომ არ შეიძლება შქმერული არის რაც აქვს თავისი კანონი იმას არ უნდა გადაუხვიო. თუ არა დაარქვან მაშინ. სხვა დაარქვან შქმერს უნდა არქმენ. და თან შქმერულიო, შქმერული არა, შქმერული. შუ